ChatGPT-ს უთხოვე პატარა რამ დაეწერა ნიღაბზე და ნიღბით მოარულ ადამიანებზე და დაწერა ესეთი წარმოსახვითი რომანიდან ამონარიდი ნიღბის მიღმა. ხალხმრავალ ოთახში თითქოს ყველას იცნობდი. ნაცნობი ღიმილები, თავაზიანი თვალები და მწყობრი საუბრები, მაგრამ რაც უფრო დიდხანს დაჰყავდი მათთან, მით მეტად ხვდებოდი, აქ თითოეულს ნიღაბი ჰქონდა, სხვად გამოჩენა, სხვად ყოფნა, მათი ყოველდღიურობა იყო. ნინო იყო ყველაზე მზიანი მათ შორის, ყოველთვის იცინოდა, ყველას ესალმებოდა და ყველასთვის კეთილი სიტყვა ჰქონდა, მაგრამ ერთხელ შემთხვევით შემოსასვლელში მარტო შემხვდა. მის თვალებში ისეთი სიღრმე დავინახე, რაც ღიმილს ვერ გაეტეოდა. მაშინ მივხვდი, ნიღაბი იყო ის ღიმილი, რომელსაც ყოველდღე ატარებდა, როგორც არჩეული იარაღი. შენც ხომ ატარებ, მითხრა ჩურჩულით. ისე რომ სახეს არ შემომხედა. ყველანი ვატარებთ, ზოგჯერ იმდენად დიდხანს, რომ საკუთარი სახეც გვავიწყდება. და მართლაც, ნიღბები გვიცავს. გვაცდუნებს, გვაცდენს, ზოგჯერ საჭიროა, ზოგჯერ კი კლავს იმ ნამდვილ სახეს, რაც ოდესღაც საკუთარ თავს ვუწოდებთ.